ჩვენ ვიმყოფებოდით შეხვედრაზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, მის უწმინდესობასთან. ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა იყო, ვფიქრობ შედეგიანი. ყველა ინფორმაცია, რასაც ჩვენ აქამდე ვაჟღერებდით, მთელი ახლის განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ამ უწყვეტი აქციების დროს, ყველა ინფორმაცია მივაწოდეთ პატრიარქს, მეუფეებს. დაისახა გეგმები ყველა მიმართულებით, აბსოლუტურად ძალიან ძნელია წინსრებით რაიმეს გადაჭრით თქმა, მაგრამ ყველა მიმართულებით დაისახა გეგმები, რომ ისინი ჩართული იქნებიან ამ პროცესში, კომუნიკაციის პროცესში, შესაძლოა ფონდის შექმნის პროცესში და ყველა პროცესში, მაგრამ წინსრებით ძალიან ძნელია რაიმეს თქმა, გადაჭრით, მაგრამ რა თქმა უნდა, მათ მოისმინეს, გაიგეს ამ დაავადების შესახებ, გაიგეს ის, რომ ამ დაავადებასთან მიმართებაში არაერთი მედიკამენტია, რომელიც უსაფრთხოა და ინფორმაცია, რომელიც სამწუხაროდ ხშირად ვრცელდება ცალკეული პირების მხრიდან, წარმოადგენს არასრულ და არასრულყოფილ ინფორმაციას. შესაბამისად, ეს იყო აუცილებელი, რადგან საპატრიარქოს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, სწორი ინფორმაცია, როგორც მედიკამენტებთან მიმართებაში, ასევე ჰქონდეს ინფორმაცია დაავადებასთან მიმართებაში და იმ პროცესებთან მიმართებაში, რაც ამდენ ხორციელდება, ამ პერიოდში ხორციელდება და თუნდაც იმასთან მიმართებაში, რატომ არსებობს დღეს კომუნიკაციის დეფიციტი მშობლებთან. შესაბამისად, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ კმენჯინავიჩები გადაიდგმება საპატრიარქოს მხრიდან და მაქსიმალურად უმოკლეს დროში იქნება მიღწეული გადაწყვეტილებები, რადგან ჩვენ მთელი ახლის განმავლობაში ვაკეთებთ აპელირებას და ვაცხადებთ, რომ შესაძლებელია უმოკლეს დროში ამ პრობლემის გადაწყვეტა, გულისხმობ მედიკამენტების მიღება. დალოცვასთან დაკავშირებით უმოკლეს პერიოდში მიიღებენ გადაწყვეტილებას, შესაძლოა ეს იყოს ამაღლება დღეს და ჩვენ მოვიხანთ ამ სამებაში ჩვენ შვილებს და დალოცვას. მისი უწმინდესობის მხრიდან იყო გახსნილი ღია და ადამიანური კომუნიკაცია. ჩვენ საპატრიარქომ მოისმინა, ყურადღებით მოისმინა ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რაც ჩვენ გვაქვს. და ყველა მიმართულებით შეგვიდნენ დახმარებას, ხარდაჭერას და პირველ რიგში ეს არის მედიკამენტების მიმართულება. საპატრიარქოში სამუშაო ჯგუფი გაკეთდება, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მოხდება საპატრიარქოში და ამ სამუშაო შეხვედრაზე იქნებით წარმოდგენილი ჩვენ მშობლები, სპეციალისტები და საპატრიარქოს წარმომადგენლები. ეს იქნება შეიძლება ითქვას სამმხრივი შეხვედრა მშობლებს, საპატრიარქოსა და სპეციალისტებს შორის, სადაც შევჯერდებით შემდგომ ნაბიჯებზე და შემდგომ მოხდება ხელისუფლებასთან კომუნიკაცია. საპატრიარქო ჩვენ შეგვიდა, რომ მოახდენს პირდაპირ კომუნიკაციას ხელისუფლებასთან, რომ ეს ჩატეხილი ხიდი, რაც არის მშობლებსა და ხელისუფლებას შორის, ეს ჩატეხილი ხიდი აღდგეს და პირდაპირი დიალოგი გქონდეს ჩვენ ხელისუფლებასთან და არ მოგვიწიოს ასე ცალმხრივ რეჟიმში განცხადებების გაკეთება.